ძალიან საინტერესო კვლევა უნდა გავაანალიზოთ ამ ბლოგში. კვლევის ერთ-ერთ ავტორთან ერთად კვლევის ამოცანაა დაადგინოს, როგორ ახდენს პოლიტიკურად მოტივირებული რუსული უცხოური მფლობელობა გავლენას კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაზე საქართველოში. მთავარი მიგნება ცალსახად ამბობს, რომ რუსული მფლობელობის კომპანიები განსაკუთრებით გაუმჭვირვალე არიან სოციალურ და მმართველობით მიმართულებებში. საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ქცევა უნიკალურია რუსული მფლობელობისთვის და არ ვლინდება სხვა უცხოური მფლობელობის შემთხვევაში. ერეკლე პირველთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით ერეკლე. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში გილოცავთ, იმიტომ რომ სკოპუსში გამოქვეყნდა ემერალდში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, კითხვის ნიშნები შედეგების ვალიდურობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამიტომ მინდა რომ საუბარი ცოტა დავიწყოთ მეთოდოლოგიით, რატომ კორპორაციული მდგრადობა და რატომ დაუკავშირეთ ეს რუსეთის თემას და ცოტა ეს დეტალებიც გითხარით, ანუ საკმაოდ ბევრი კომპანია, 50-ზე მეტი კომპანია, მსხვილი გამოკვლეული რომელი კომპანიები და ასე შემდეგ ამ დეტალებით დავიწყოთ საუბარი. მადლობა მოწვევისთვის. მოგახსენებთ, ხო, სკოპუსში გამოქვეყნებები ჩვენ არ გვიკვირს. სკოპუსი არის გარკვეული სტანდარტი და იქ თუ ჟურნალი ფიქსირდება, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს ამ კვლევის ხარისხი. მაგრამ სკოპუსში, რა თქმა უნდა, არის ასევე დიდი განზომილება და ეს კონკრეტული ჟურნალი, სადაც ჩვენ დავბეჭდეთ, ბრიტანული ემერალდის ჟურნალი არის, ან კონკრეტულად სკოპუსში მოცემულ ჟურნალების საუკეთესო 10%-ს ეკუთვნის. ემერალდით ამიტომ ვახსენე. ხო, კი ბატონო. რაც ეხება ჩვენს კვლევას, კი ბატონო, ჩვენ მდგრადობის საკითხებზე, კონკრეტულად საქართველოს კონტექსტში, ისევე როგორც ევროპაში, უკვე წლებია ვმუშაობთ, მათ შორის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში და ფუნდამენტურ მეცნიერებათა გრანტი მოიპოვა ჩვენმა პროექტებმა და საუბარი არის რაზე. ეს კონკრეტული პროექტი სწავლობს ჩვენი ქართული კომპანიების 50 უმსხვილესი ქართული კომპანიის მდგრადობის ანგარიშგებას ბოლო 6 წლის განმავლობაში. ეს არის ასე ვთქვათ 300 ობზერვაციან დაკვირვების ობიექტი. რაც ემპირიულად იქნა გაანალიზებული. მაგალითად, კომპანიებიც გითხარით. კი, ხო, ანუ ეხლა სექტორი აი პირობითად მსხვილ კომპანიებში, ვინც ფინანსური კომპანიები რა თქმა უნდა არიან, ასე ბანკები არიან, ბუნებრივია, სადაზღვევო კომპანიები არიან. არიან ბუნებრივია სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, როგორც მსხვილი მოთამაშეები. ასევე არის შედარებით მცირე დოზით წარმოების სექტორი, manufacturing, რასაც უწოდებთ, ხო? და ასევე არის ენერგოსექტორი, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ხა რაღაც დეტალების, კომპანიების დეტალები რო არ დავასახელოთ. ჩვენი კაპიტალის ბაზარზე რომელი კომპანიის აქციებიც ივაჭრება, აი ეს კომპანიების ნუსხა რო წარმოვიდგინოთ, 50 ყველაზე მსხვილი კომპანია ფაქტობრივად და ბუნებრივია 50 კომპანიაში დაახლოებით 20% მიესადაგება რუსული კაპიტალი, სადაც არის წარმოდგენილი ესეთ კომპანიებს. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად რომ ეგრეთ წოდებული matched sample, ანუ სხვადასხვა განზომილებებში შედარებადი კომპანიები გქონოდა, რათა დასკვნები ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური. უფრო დეტალურად მინდა რომ გავაანალიზოთ აი ეს რუსული მფლობელობის ეფექტი ამ კორპორაციულ მდგრადობაზე, კონკრეტულად რა გამოვლინდა და რა არის აი ამ დასკვნის საფუძველი, რომ ასე ვთქვათ, რუსული მფლობელობა უფრო მეტ გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული და ეს რუსული მფლობელობისთვის არის დამახასიათებელი, ხო? კი ბატონო, ცოტა ფართო კითხვით რომ დავიწყოთ, საერთოდ რატო ეს პერსპექტივა ხო, ანუ ნახეთ ჩვენთან უცხოურ კაპიტალს დავაკვირდებით, ეს არის დიდწილად რუსული კაპიტალი. შედარებით მცირე დოზით ხედავთ ევროპულ წარმომადგენლობას, არ ვიცი, ნიდერლანდები იქნება, ლუქსემბურგი თუ ასე შემდეგ, ასევე შეება მცირე დოზით თურქეთის წილები დავინახოთ და ასე შემდეგ. ანუ დიდწილად ეს არის ჩვენი უცხოური კაპიტალი, რუსული კაპიტალი და ჩვენ დაგვაინტერესა და მონაცემებს, როდესაც ემპირიულად ვსწავლობდით სხვადასხვა მოდელებით, დაგვაინტერესა თუ რა გავლენა კონკრეტულად აი ამ რუსულ ownership-ს, ანუ საკუთრებას. იმიტომ რომ ზოგადად ლიტერატურიდან და თეორიიდან ჩვენ ვიცით და დაშვება არის ფირმის თეორია, მათ შორის ეს იენსენენ მეკლინგის ცნობილი ნაშრომი გვეუბნება, რომ უცხოური კაპიტალი ზოგადად დადებით გავლენას უნდა ახდენდეს ფირმის გამჭვირვალობაზე, ზოგადად ანგარიშგებაზე, რეპორტინგზე და ზოგადად ფინანსურ გარემოზე. რატო? იმიტომ რომ მათთვის უცნობი არის ადგილობრივი ინსტიტუციური გარემო, შესაბამისად ამ დეტალებს და რისკის აღმოსაφრებლად მეტ დეტალს ითხოვენ ადგილობრივი კომპანიებისგან. მეტი დეტალი ნიშნავს, რომ მეტ გამჭვირვალობა, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდო მეტ დეტალებში და მეტი ხარისხით. და ჩვენი მიგნება ზუსტად ეს არის, რომ ჰომოგენურად უყურებს ლიტერატურა ამ ფენომენს და ჩვენ შევეცადეთ, ესე ვთქვათ, სეგრეგაცია მოგვეხდინა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში რუსული კაპიტალი ჭარბობს ჩვენს ბაზარზე
მაგრამ აი ინსტიტუციურად ლოგიკას თუ როგორც ვავითარებთ, საუბარი არის რაზე, რომ მათ შორის ამ ომის ფონზე, კონფლიქტების ფონზე, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, ან კაპიტალის გადადინებები მომიჯნავე ქვეყნებში იზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ კაპიტალის გადადინებებს დღეს მარტო ეკონომიკური ეფექტი და ინტერესი არ ახლავს, არამედ აქ შემოდის უკვე პოლიტიკის მატარებელიც შეიძლება იყოს ეს კაპიტალი. რიგ შემთხვევებში, აი, ნახეთ, ჩვენ შემთხვევაში რატო არის კონტექსტი საინტერესო? პოლიტიკურად მოტივირებული მფლობელობა. ზუსტად, აი ეს დეფინიცია შემოგვაქვს, ალბათ ახალია, ჩვენ არ ვიცნობთ ლიტერატურაში ამ სახის ამ დეფინიციას. ჩვენ ვარკვევთ, რომ მათი კაპიტალი შემოდის მათ შორის დიდწილად სტრატეგიულ სექტორებში. ეს არის ენერგოსექტორი, ეს არის კომუნიკაციები, ეს არის ტრანსპორტი და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში, რადგან ეს სექტორები არის ესე ვთქვათ გაჯერებული, ასევე ვნახულობთ, რომ მათი ფინანსური მედეგობა და შედეგები იმდენად ესე ვთქვათ წარმოსადეგი არ არის. და აქედან გამომდინარე, რადგანაც რუსული ინსტიტუციური გარემო ზოგადად მეტად ჩაკეტილობისკენ არის მომართული და არა გამჭვირვალობისკენ, ჩვენი დაშვება და ჰიპოთეზა იყო, რომ მათი კაპიტალის აქ წარმოდგენა შესაძლოა გვიძღოდეს ჩვენი კომპანიების მეტად ესე ვთქვათ ჩაკეტილობაზე. და ზუსტად შედეგებს თუ დავაკვირდებით, ზოგადად მდგრადობაზე ეს შედეგი უარყოფითია, რაც ესე ვთქვათ ცოტა მოულოდნელი ალბათ ლიტერატურისთვის არის ეს მიგნება, როდესაც ჩავშლით კონკრეტულად სოციალურსა და მართლობით ფაქტორებში ვლინდება ეს უარყოფითი შედეგი, ანუ იქ უფრო პირობითად მართლობითი რას მოიცავს, ხო? საუბარი არის კორუფცია, მათ შორის ქთამი და ასე შემდეგ მსგავს საკითხებზე, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმები, რისკების გადაზღვევა, ასევე იგივე მომხმარებელთან ურთიერთობის დახვეწა და ასე შემდეგ. აი ეს საკითხები ამ შემთხვევაში უფრო ჩაფარული არის, არ ხდება იმდენად გამომჟღავნება. გარემოსადმი, ანუ გარემოს დაცვით კომპონენტი არის, ერთადერთი კომპონენტი არის ამ ESG-დან, ხო? ვიცით, გარემოდაცვით სოციალური და მართლობითი და იქ არ ვლინდება, რატომ ამასაც ვაკვირდებით ცალკე და მეთოდოლოგიურად, ფიქსირებული ინდუსტრიის ფიქსირებულ ეფექტებს რო უყურებთ, ანუ იქ არ ვლინდება, რატომ? იმიტომ რომ მათ შორის როგორც ესე, ანუ როგორც ვამბობთ, მათი კაპიტალი ჩვენს ისეთ სექტორებში არის მიმართული, სადაც ესე ვთქვათ, ფუნქციური შიდა ჩარჩო უფრო გამიჯნული არის, თქო, ენერგო სექტორის ფირმა რო ხარ, მათ უფრო მეტად ევალებათ, რომ პირობითად გავაკონტროლო რამდენ გამონაბოლქვი მაქვს თუ ასე შემდეგ გარემოს რამდენად ზიანს ვაყენებ. იქ რაღაცა ჩარჩო არსებობს, რომელსაც ეს მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უნდა მიყვე. და ეს მათი წარმომადგენლობაც, ანუ მათი კომპანიები ამ სტანდარტს მიყვებიან, რაღაც მინიმალური დონე უჭირავთ. ისევე როგორც საქართველოს თუ შევხედავთ ჩვენ ფირმებს, ხო? ანუ ზუსტად გარემოს დაცვით კომპონენტი არის ის, სადაც ყველაზე ნაკლები შედეგი გვაქვს. ანუ ეს იდეაში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ სოფლიოში ესე არის. სოციალურ საკითხებს მაინც მეტი ტრადიცია აქვს, მეტად ადვილი არის იგივე თანაბრობაზე ისაუბრო თუ სამუშაოს უსაფრთხო გარემოზე და ასე შემდეგ, ხო? რა შეეხება გარემოდაცვის იგივე კლიმატზე როგორ ვიზრუნო და ჩემ ბიზნეს მოდელში როგორ ჩავაშენო და რისკებში როგორ ავსახო, ეს ყველა კომპანიას გათავისებული არ აქვს, არათუ ჩვენთან, არამედ სოფლიოს მასშტაბით, ხო? და ეს პრობლემა, ანუ ის რომ ჩვენთან საუკეთესო გამომჟღავნება მაინც სოციალურ საკითხებშია და ყველაზე ნაკლებად საუკეთესო არის გარემოს დაცვitში, ეს ლოგიკურიც არის, მე მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებში ჩვენ ვამბობთ, რომ ესეთ ქვეყნებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ორივე და სამივე პილარს თანაბარი ძალისხმევით, ესე ვთქვათ, მიხედოს. ამ შემთხვევაში მათ უწევთ არჩევა. და არჩევას რაც შეეხება რთული კომპონენტი გარემოს დაცვით, იქ ჩვენ ისედაც დაბალი შედეგი გვაქვს და მათ უფრო დაბალი ვეღარ ექნებოდათ. აი ესეთი ლოგიკაც არის ჩვენს კვლევაში. ხო, ეხლა მოდი განვიხილოთ, ესე ვთქვათ, საქართველო უფრო ფართო ჭრილში და ამ ფართო ჭრილში მაგალითად გულისხმობ იგივე სარასის რეფორმას და იმას, რომ ამ რეფორმის შემდეგი ნაბიჯი კომპანიებისთვის იქნება სწორედ ESG მიმართულებით, ესე ვთქვათ, სრულყოფილი ანგარიშგების წარმოება ინვესტორებისთვის, ხო? აი აქ მაშინ ეს რუსული კაპიტალი უკვე რა როლს თამაშობს? ხო, ნახეთ, ზუსტად ახსენეთ, ანუ აქ საუბარია რაზე, რომ 2016 წელს, როდესაც ჩვენ ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმა დავიწყეთ, ხო, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის კანონის ფარგლებში, ბუნებრივად ჩვენ რაღაც ფინანსური ანგარიშგების კუთხით რაღაც შედეგებზე გავედით, მაგრამ რაც შეეხება მდგრადობის კუთხით, აქ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დაურეგულირებელი ჯერ 2026 წელია, ხო? დაურეგულირებელი გვაქვს, გარდა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბუნებრივად ბანკებს თავისი ეროვნული ბანკისგან თავისი ტაქსონომია აქვს და შესაბამისად მათი რეგულაციები აქვს. მათ შორის იცით, რომ ჩვენი დიდი ბანკები ლონდონის ბირჟაზე არის, იქ სხვა
სტიმულები მოქმედებს სხვა მოთხოვნა. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნაც არის და არა მხოლოდ ერთ-ერთი აი რაც განასხვავებს, ახლა ეს უნდა შეხვედრა ფინანსური ანგარიშგება არის ცალსახად ინვესტორზე მიმართული. რაც შეეხება მდგრადობის ანგარიშგებას, აქ ინვესტორი არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ მთლიან საზოგადოებას ვესაუბრები. ეს არის მომხმარებელი, ეს არის მთავრობა, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველას ვესაუბრები მე. მათში მინდა რომ ჩემი ლეგიტიმურობა და რეპუტაცია გავიუმჯობესო და ვანახო ხალხს, რომ აქ მე მარტო იმისთვის კი არა, რომ პირობითად კარგი ფინანსური შედეგები ვაჩვენო, არამედ მე ვარ პასუხისმგებლიანი, ასე ვთქვათ, სუბიექტი და ვზრუნავ მათ შორის გარემოზე, სადაც მე ვფუნქციონირებ, ხო? ხო, და რაც შეეხება კიდე ან სარასის რეფორმა, ეს არის ზუსტად მომდევნო ნაბიჯი, ანუ ხვალინდელი ნაბიჯი, დღეს აქტიურად განიხილება სარასის მმართველი გუნდისგან, რა ტიპის სტანდარტზე უნდა გადავიდეთ ჩვენ, რა ტიპის რეგულაცია უნდა შემოვიღოთ ქვეყანაში. ბუნებრივია ოდნავ გაურკვევლობა არსებობს, თქვენ იცით რომ ევროპა არის გრადობის სტანდარტიზაციის კუთხით ლიდერი მსოფლიოში, მათი დირექტივით და შემდეგ განვითარებული სტანდარტებით. და აი ევროპამაც კი რომელიც ლიდერი იყო, ნახხედავთ ახლა რომ ამერიკას ტრამპის ასე ვთქვათ მესვეურობით დიდად გარემოზე ზრუნვა არ არის მათი პრიორიტეტი, მხოლოდ ეკონომიკური მისწრაფებები აინტერესებთ, ესე ვთქვათ და შესაბამისად ევროპა დაფიქრდა ამ კონკურენციის შიშიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით კი ვლიდერო, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ ეკონომიკური, ესე ვთქვათ, კონკურენტუნარიანობა დავკარგო, რომელიც, პრინციპში, რა თქმა უნდა, ჩინეთი და ამერიკა, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან. და ამიტომაც ესე ვთქვათ, ომნიბუსის პაკეტი შემოიღეს, რომელიც არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ჩვენ საქართველოს ანგარიშგების კუთხით წლების მანძილზე მაინც ჩარჩოდ ევროპას უყურებთ და უყურებდით. ეხლა რადგანაც იქაც დაბნეულობა, ჩვენ იმის ესე ვთქვათ გარკვევის პროცესში ვართ, თუ რა არის ჩვენთვის ოპტიმალური. არ გვინდა რომ გადავტვირთოთ კომპანიები ამ ანგარიშგებით, ეს არ უნდა იყოს რაღაცა წნეხი. ისე რომ სარგებელს ვერ ხედავდე. ჩვენი ტიპის საზოგადოებაში კიდევ ერთხელ ჩვენ რადგან კაპიტალის ბაზარი ძალიან სუსტი გვაქვს, ხო, სააქციო მიმართულებას თუ დავაკვირდებით განსაკუთრებით, ნახეთ ეს მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. საზოგადოებაში მათ შორის ჩვენი ცნობიერება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ESG კომპონენტი, ესეც მიზერულია. ანუ აქედანაც მოთხოვნა არ მოდის. აქვს მედიასგან, აი თუნდაც ეს დღევანდელი ჩარტო შეიძლება მაგალითი იყოს, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. მედიაც ბუნებრივია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რამაც შეიძლება ეს მოთხოვნა და წარმოქმნას და უბიძგოს კომპანიებს, რომ მოდით ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, ხო? არსებობს ასევე ბარტას სქემა დაჯილდოება თქვენი ცით. მეც მინდოდა ეგ მეხსენებინა ბარტას. აი რა გავლენა ქონდა, ვთქვათ, ბარტას და ზოგადად ESG-ს რომ თავი გავანებოთ, ანუ რამდენად აი ეს გამჭვირვალობა თავისი არსით, აი ეს ანგარიშგებები, რამდენად არის, ესე ვთქვათ, არ ვიცი, აი ქართული კომპანიებისთვის ასე ვთქვათ, კომფორტული, ხო, მოდი ეს. კი, აი ნახეთ, ესეთი ერთ ციფრში თუ გინდათ სურათი გითხრათ, აი 6 წლის მონაცემს რომ შევხედოთ 50 უმსხვილესი, ხა პატარა ფირმებში უფრო ნაკლებ შედეგს ვედრით, ან საერთოდ არ იქნება, ხო, მდგრადობის ანგარიშგება. 100 ბალიანი სკალა რო წარმოიდგინოთ, ჩვენი ქულა არის 31. ანუ მცირე, ან ჩვენ ამაზე არ აგვაქვს აქცენტი, ჩვენი კომპანიები ამას დიდწილად არ ამუშავებენ. მაგრამ ეს 31 ქულა უნდა წარმოიდგინოთ, დიაპაზონი დიდია. ფინანსური კომპანიები, მათ შორის არის 40 და დაახლოებით 47-მდე ადის. წარმოების კომპანიები 17-მდე ჩამოდის. ამ დიაპაზონი დიდია, მაგრამ თუ დავაკვირდებით პირობითად ლონდონის ბაზარზე ჩვენს კომპანიებს, ისინი ადიან 90-მდე. იმიტომ რომ მათ სხვა ესე ვთქვათ მომხმარებელი ყავს და სხვა მოტივაცია ხედავენ ზუსტად აი ჩვენი კომპანიები ჯერ მით უმეტეს ან ჩვენს ტიპის კომპანიებს ჩვენ რასაც ვამბობთ ჩვენს კვლევებში და ასე შემდეგ თუ ბაზარი როდესაც სუსტ ინსენტივებს მიგზავნის ხო მოტივაციას რეგულაცია რჩება იმ კომპონენტად რამაც მე უნდა მიბიძგოს რომ ეს ვაკეთო და რეგულაცია რადგან ამ შემთხვევაში დიდად დაურეგულირებელი გვაქვს ჩვენ შემთხვევაში მიზერული დონით ევალებათ ESG-ს გამოქვეყნება მხოლოდ 500 და მეტი თანამშრომლობის მქონე საჯარო დაინტერესების პირებს, ანუ მსხვილებს. ერთეულოვანებს. და თქვათ რეგულაციაც იმხელა ტვირთი არ უნდა იყოს, რომ ასე ვთქვათ ინვესტორისგან მოტივაცია, ხო, რაღაცნაირად არ რეკომენდაციები და ამით შევაჯამოთ ერთი წუთი. გვაქვს ძირითადი რეკომენდაციები და ვისთვის არის. გეტყვით, ეხლა ჩვენი კვლევიდან თუ გამოვალთ, ეს ზოგადად ბუნებრივია ჩვენი კვლევა აღწერს საქართველოში ამ კუთხით რა ხდება.
ასე აქედან გამომდინარე ჩვენ შედეგები საინტერესო არის მარეგულირებლისთვისაც, ფირმებისთვისაც, რომ საუკეთესო პრაქტიკები დაინახონ, როგორ უნდა გააუმჯობესონ, ასევე მომხმარებლისთვისაც, ვიღაცას აქვს იმის განცდა, რომ პირობითად უფრო ეკომეგობრულ კომპანიას შეიძინოს თავის პროდუქტი ვიდრე ნაკლებად. მაგრამ თუ შემოვიდეთ ამ კონკრეტულად რუსულ ან უცხოური კაპიტალის გავლენას, ჩვენი რეკომენდაცია ბუნებრივია იმაზე გადის, რომ როდესაც ესეთი კაპიტალი არის წარმოდგენილი, რომელიც მეტი რისკის მატარებელია, რომ უფრო იყოს ჩაკეტილი, იქ შესაძლოა მეტი რეგულაცია მოითხოვოთ ფაქტობრივად. რა ხა მე არა ვარ დიდად ჩარევის მომხრე ეკონომისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამოსავალი და ეს კვლევის ფარგლებში რა შედეგს გავდოთ, ეს არის რომ რეგულაცია. ნახეთ, ჩვენ ზუსტად ვერ გამომიჯნოთ, სადა რუსული კაპიტალი წარმოდგენილი, ხო, რეგულაციის დონით, მაგრამ ჩვენ შეიძლება სექტორები გავმიჯნოთ და ვთქვათ, რომ ამ სექტორში, სადაც რისკი მაღალია, რომ პირობითად გარემო დიდად დავაზიანო, ხო? გამონაბოლქვით იქნება თუ ასე შემდეგ, ბიოდივერსიფიცირება და უამრავი კომპონენტი გვაქვს შესწავლილი. მეტი რეგულაცია, მეტი დეტალური ინფორმაცია უნდა მოვითხოვოთ, ალბათ რომ აი ამ საკითხებზე ვისაუბროთ, გამოქვეყნდეს, გამომჟღავნდეს და კომპანიებმა დრო დაუთმონ ამ მიმართულებას. მადლობა. ერეკლე პირველი პროფესორი კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.